დაფიქრებულ ხართ ოდესმე, მაგალითად, რატომ იკეტება ზოგიერთი ადამიანი საკუთარ თავში. სხვა ყველაფერს წვრილმანებამდე აკონტროლებს, ხოლო ზოგიც ადვილად ხიბლავს გარშემო მყოფებს, მაგრამ შემდეგ მასთან ურთიერთობა გაუსაძლისი ხდება. დღეს ვაგრძელებთ ფსიქოტიპების განხილვას, ნენსი მაკვილიამსის მიხედვით. არა იმისთვის, რომ ადამიანებს იარლიყი მივაკეროთ, არამედ იმისთვის, რომ უფრო ღრმად გავიგოთ, როგორ ყალიბდება პიროვნება, რატომ ვგრძნობთ, რატომ ვიტანჯებით, ან რატომ გვიყვარს სწორედ ასე, ამ გზით. წინა ეპიზოდში მე უკვე ვისაუბრეთ 9-დან 3 ფსიქოტიპის შესახებ. პარანოიდულ, ობსესიურ-კომპულსიურ და ისტერიულ ფსიქოტიპებზე. თუ ეს ეპიზოდი არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ. დღეს კი მომდევნო 3 მათგანს განვიხილავთ. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მაქსიმალურად მარტივი და გასაგებიანით ვისაუბრო ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ყოველი ბავშვი, რომელიც აწყდება ტკივილს, ავითარებს გადარჩენის სტრატეგიებს. როდესაც ტკივილი ვერ არის გაგებული და მიღებული, გაცნობიერებული, ის იწყებს ხასიათის ფორმირებას და ეს სტრატეგიები ადამიანს ეხმარება გადარჩეს, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ხშირად ხდება დაბრკოლება ურთიერთობებისთვის. დროთა განმავლობაში ეს დამცავი მექანიზმები აყალიბებს მყარ ხასიათს, ფსიქოტიპს. ეს არ არის დიაგნოზი, არამედ გარკვეული გზა სამყაროსთან ურთიერთობის. და მოდით დავიწყოთ დღეისთვის პირველი ფსიქოტიპით, ფსიქოპათიურით. ფსიქოპათიური პიროვნების ტიპი, ნენსი მაკვილიამსის მიხედვით, ეს არის პიროვნების ორგანიზაციის ყველაზე პრიმიტიული ფორმა. და აქ საუბარი არ გვაქვს ფსიქოზის დიაგნოზზე, არამედ ფსიქიკის სტრუქტურული ორგანიზაციის დონეზე. ამ ტიპის ადამიანებს შეუძლიათ საკმაოდ სტაბილურად ფუნქციონირებაც, მაგრამ მათი შინაგანი რეალობა ძლიერ განსხვავდება ნამდვილი რეალობისგან. და როგორ არიან ისინი მოწყობილნი? მე საზღვრები ძალიან ბუნდოვანია. რთულია, შინაგანის გარჩევა გარეგანისგან, საკუთარი აზრების სხვისი აზრებისგან. აზროვნება შეიძლება იყოს მაგიური. ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ მის აზრებს შეუძლიათ რეალობის შეცვლა. მაგალითად, თუ გავბრაზდი, ვინმე აუცილებლად გარდაიცვლება. დეზინტეგრაციის შიში, პიროვნების დაშლის, ეს არის მათი ძირითადი შფოთვა. და ეს არ არის უბრალოდ სიკვდილის შიში, არამედ მეს შეგრძნების დაკარგვის შიში. შეიძლება ჰქონდეთ ბოდვითი რწმენები ან ჰალუცინაციების მსგავსი განცდები, მაგრამ ადამიანს შეუძლია თავისშეკავება, თუ პიროვნების სტრუქტურა არ არის სრულიად დანგრეული. ხშირად მათ აქვთ განსაკუთრებული მგრძნობელობა სიმბოლოების, მეტაფორების, ენერგიების მიმართ, რაც მათ ერთდროულად მოწყვლადაც ქმნის, მაგრამ ზოგჯერ არიან ძალიან შემოქმედებითებიც. და მთავარი კითხვა, როგორ ოჯახებში იზრდებიან ეს ადამიანები? ხშირად ეს არის ძალიან ტრამული ადრეული ბავშვობა, საიმედო ემოციური კავშირის სრული არარსებობა. მშობლები შეიძლება იყვნენ ფსიქიკურად არასტაბილურების დასტიკები, არაადეკვატურები, ან შემაშინებლები, ან საერთოდ ემოციურად არ იყვნენ ბავშვთან ახლოს. ხშირად ხდება, რომ დედა მაგალითად არის ცივი და აღიქმება როგორც საფრთხე და არა როგორც დაცვა. ბავშვის ემოციური შთაჭიროებები იგნორირებულია ან ისჯება. არ არსებობს უსაფრთხო საყრდენი. ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდა ადრეულ ძალადობას, მძიმე დეპრივაციას, ან ბავშვი იყო რაღაცის მოწმე, რისი ინტეგრირებაც მის ფსიქიკას არ შეეძლო იმ მომენტში. რაღაც ძალიან ტრამულის. და როგორები არიან ეს ადამიანები? უკიდურესად მოწყვლადები. ხშირად გრძნობენ თავს არა აქ, არა სხეულში, გაქრობის ზღვარზე. ზოგჯერ გამოიყურებიან როგორც ექსცენტრიული ადამიანები, განცალკევებულები, უცნაურები. შეიძლება იქცეოდნენ როგორც უცნაური წინასწარმეტყველურად. შეიძლება იყვნენ კრეატიულები, ბევრი მხატვარი და პოეტი აღწერდა გამოცდილებას, რომელიც გავს რეალურად ფსიქოპათიურ აღქმას. მათთვის ძალიან რთულია რეალობაში დარჩენა, მაგრამ შეუძლიათ მხარდაჭერით განავითარონ მყარი ადაპტაცია. თერაპიაში
სჭირდებათ საიმედო მიმღები გამძლე ფიგურა, რომ ნელ-ნელა განიბითარონ შინაგანი საყრდენები. ფსიქოანალიზი აქ არ არის დაყრდნობილი სიკეთეზე და თანაგრძნობაზე. მთავარი აქცენტი კეთდება საზღვრებზე. უსაფრთხოება მათთვის არის ის, როცა არსებობს მკაფიო საზღვრები და წესები. ფსიქოანალიტიკოსი ეხმარება ეს ადამიანს რეალობის ტესტირებაში, რომ იგრძნოს სად მთავრდება მისი ფანტაზია და იწყება რეალობა. მეორე ფსიქოტიპი არის ყველასთვის საინტერესო, ნარცისული. ეს ადამიანებს კი შეუძლიათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი როგორც თავდაჯერებული, მოახდინონ საოცარი ადამიანების შთაბეჭდილება, საინტერესო, მაგრამ შინაგანად განიცდიან ღრმა შფოთვას და თვითშეფასება მერყეობს, მე ყოვლის შემძლევარიდან, მე არაფერი ვარ, და ძალიან მყინვარულად რეაგირებენ კრიტიკაზე და ამავდროულად დამოკიდებულები არიან გარშემოყოფთა აღფრთოვანებაზე. და ყალიბდება იმ ბავშვებში, რომლებიც რაღაცის გამო უყვარდათ, მაგალითად კარგი ქცევის მოსახერხებელი, ან კარგი სწავლის გამო, ან უბრალოდ სილამაზის გამო. ამის გამო ადამიანი არ გრძნობს თავს ღირსეულად, რეალურად, თუმცა ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას. ის იძულებულია ყოველ წამს დაამტკიცოს, რომ სხვები მასზე უარესები არიან, რადგან ეს ეხმარება მას თავი უკეთ იგრძნოს. და ამ ეფექტის მისაღწევად ის აუფასურებს სხვებს და გადააქვთ მათზე ის სიცუდე და ნეგატივი, რასაც საკუთარ თავში ვერ იღებენ, არ იღებენ და ასე განდევნიან არასასრულ აზრებს, რომ არ დაინგრეს ეს ilūzija ყოვლის შემძლეობის და იდეალურობის. ბავშვობაში ასეთ ადამიანებს ხშირად აგრძნობინებდნენ. შენ გვიყვარ ხარ, მაშინ, როდესაც ხარ საუკეთესო მოსახერხებელი წარმატებული ლამაზი. ამიტომ ნარცისული ფსიქოტიპი აშენებს სრულ სახეს, რომელიც უნდა მოსწონდეთ, ხოლო ნამდვილი ადამიანი სადღაც ღრმად არის დამალული. და როგორი თავისებურებები ახასიათებთ? არიან ეგოცენტრიულები, დამოკიდებული სხვის აზრ და შეფასებაზე. ხშირად შეიძლება იყოს ჩაკეტილი ეს ადამიანიც. აქვს არასტაბილური თვითშეფასება. შეიძლება განიცდიდნენ ძლიერ შურს. შეიძლება იყვნენ იმპულსურები. მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აღიარება და მოწონება, სოციალური სტატუსი, ფუფუნება, ფული და ამისთვის შეიძლება წავიდნენ ყველაფერზე. ნარცისული ფსიქოტიპის ადამიანი ცხოვრობს ფანტომურ მესთან ერთად. ეშინია იყო საკუთარი თავი, იმიტომ რომ მისი ნამდვილი მე არ უყვარდათ ბავშვობაში, მას ვერ იღებდნენ. იშვიათად მიდიან ფსიქოთერაპიაში, ან ფსიქოლოგთან, ან ფსიქოანალიზში. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტეს საკუთარ თავზე მუშაობა, მაშინ უნდა გაამახვილონ ყურადღება საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ თავის შეცნობაზე. მაგრამ თერაპიაში ისე გამოდის, რომ ეს არის ბრძოლა თერაპევტის წინააღმდეგ, რომ დაამტკიცონ, რომ ფსიქოთერაპევტზე უკეთესები არიან, მათზე მეტი იციან. თუმცა დროთა განმავლობაში, თუ ფსიქოანალიტიკოსი ან ფსიქოთერაპევტი ამ ყველაფერს გაუძლებს, ნელ-ნელა ისახება ნდობა და ნელ-ნელა ისინი სწავლობენ, მიიღონ საკუთარი თავი, საკუთარი ემოციები, იწყებენ იმის მიღებით, რომ შეუძლიათ დარჩნენ ამ გარემოში, ფსიქოანალიზში მაგალითად და ჰქონდეთ მიმღეობა საკუთარი ფსიქოთერაპევტის. თერაპიის ამოცანა დაეხმაროს ასეთ ადამიანს აღიაროს როგორც საკუთარი სისუსტეები, ასევე ნამდვილი გრძნობები. ისწავლოს იყოს ცოცხალი და არა იდეალური. და ბოლო მესამე იქნება შიზოიდური ფსიქოტიპი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში იკეტებიან ძალიან ხშირად და მათთვის ძალიან რთულია სხვებთან ყოფნა. ისინი არიან გრძნობიარენი, კრეატიულები, მაგრამ ხშირად გრძნობენ სამყაროსთან კონტაქტის სახიფათობას. მათ უნდათ ახლოს ყოფნა, მაგრამ ეშინიათ შთანთქმის. ასეთი ფსიქოტიპის ადამიანები ხშირად იზრდებიან ჰიპერმზრუნველ ოჯახებში, სადაც ზედმეტია მზრუნველობა და კონტროლი, რომელიც არ ღვევს რეალურად საზღვრებს და პირიქითაც არის სიცივე და გაუგებრობა, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მაგალითად, დედა ცდილობს დაიცვას ბავშვი ყველა უბედურებისგან, დაავადებებისგან, იმედგაცრუებისგან, კონფლიქტებისგან, ჩხუბისგან და ასე შემდეგ. მას არ მიყავს ბავშვი საბავშვო ბაღში დროულად, არ აძლევს უფლებას მოიწვიოს მეგობრების სახლში, ემეგობრებს მეზობლის ბავშვებს, არ უშვებს სასეირნოდ. ის დაეხმარა ბავშვს ეპოვნა ისეთი გასართობი და ჰობი, სადაც მარტოდ შეცლებდა საკუთარ თავი გაერთო და უხარია, რომ მისი კარგი ბიჭი ან გოგო სახლში ზის და მშვიდია. ხოლო ამ დროს ბავშვი სულ უფრო და უფრო იკეტება საკუთარ თავში და შედის ფანტაზიების სამყაროში. იქ მას ყავს მეგობრები, აქვს სავსე ცხოვრება. მაგრამ თუ ბავშვს სურს გააკეთოს რაიმე ძალიან ცუდი, დედის აზრით, მას ეს გადააქვს სხვა ადამიანებზე. პროექცია აქ როგორც დაცვა ისე გვაქვს. და რა თავისებურებები ახასიათებთ ამ ადამიანებს? არიან ჩაკეტილნები. იგნორირებას უკეთებენ საზოგადოების ნორმებს და მოთხოვნებს. აქვთ დაფარული განცდები. ვერ ახერხებენ გრძნობების გადმოცემას, ფორმულირებას, მიღებას. კონცენტრირებულნი არიან შინაგან სამყაროზე. აქვთ სირთულეები ახლო და ნდობით აღსავსე ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. არიან კრეატიულებიც და ჰიპერმგრძნობიარენი. ამ ფსიქოტიპის პიროვნებას ძალიან სურს სიახლოვე სხვა ადამიანებთან, მაგრამ ეშინია, რომ ეს ურთიერთობა მას შთანთქავს და საკუთარ თავს დაკარგავს. რაც შეეხება ფსიქოანალიტიკურ თერაპიას, ეს ადამიანები შეიძლება თავიდან არ უშვებდნენ ფსიქოანალიტიკოს ახლოს და აქ მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ, არ ვაიძულოთ. დელიკატური და რბილი ყოფნა არის მთავარი ინსტრუმენტი. ინტერპრეტაციები ადრეულ ეტაპებზე არასასურველია, რადგან აფრთხობს მათ. უკეთესია მარტივი კომენტარების გაკეთება, საკუთარი რეაქციების გაზიარება და თანდათანობით თუ ნდობას ვამყარებთ, შეგვიძლია ნამდვილ თერაპიულ ალიანსამდე მივიდეთ. და ფსიქოანალიტიკური თერაპიის ამოცანაა მისცეს ადამიანს უსაფრთხო სიახლოვის გამოცდილება, მოусმინოს გაუგოს და მიიღოს ის, არ აიძულოს მას იმაზე მეტი, ვიდრე სურს ან შეუძლია გააზრება. ეს ფსიქოტიპები უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, რომ არ არის განაჩენი არავითარ შემთხვევაში. არამედ არის იმის აღწერა, თუ როგორ ეგუება ფსიქიკა ადრეულ ექსტრემალურ პირობებს, ბავშვობის ტრამვებს, ტკივილს, გაუსაძლის ტკივილს. ნენსი მაკვილი ამ სიხას უსვამს, რომ თვით ფსიქოტურად ორგანიზებულ ადამიანებსაც კი აქვთ ზრდისა და აღადგენის უნარი, თუ ისინი შეხვდებიან საკმარისად თბილ და მდგრად გამოხმაურებას. ამიტომაც გვახსოვდეს, რომ ფსიქოტიპი განაჩენი და დიაგნოზი არ არის. დამიწერეთ თქვენი აზრი აუცილებლად კომენტარებში, გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანია. ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი საინტერესო კონტენტისთვის და არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება. ნახვამდის.